გოგოებო, ეს არის ჩვენი პატარა სურვილების რუკა. თითოეულ ჩვენგანი დაწერს წერილს და დამიჯერეთ, აუცილებლად ახდება. მაგარია, ახდეს. ვაუ. კნოპა და შენ? დიანა, ხომ იცი რომ ასეთ რაღაცების არ მჯერა? კნოპა და რისი გჯერა? ხომ იცი რომ რაღაცის მაინც უნდა გჯეროდეს და შენი სურვილი მართლა ახდება. კარგი, მაშინ მე დავწერ რომ მინდა ბენტლი და ხვალ ნახოთ თუ ახდება. კარგი რა კნოპა, რანაირად იცევი? კნოპა, ეს არის შენი მომავალი, დაწერ შენს წერილს, სურათს მიაკრავ რაც გინდა რომ გქონდეს და ახდება. მიდიხარ შენი მიზნისკენ. თუ გაგიადულებთ, კარგი, დავწერ, მაგრამ ნახავთ რომ არაფერი არ ახდება, უბრალოდ სრულწმენაა. კნოპა, შენი სურვილი ახდება, აი ნახავ, მეც ახლა ჩემს სურვილს დავწერ. მე მინდა რომ მთელ მსოფლიოში ვიყო ყველაზე პოპულარული. ჩვენ iPhone 13 მინდა. კარგი, მე ჰერმესის ჩანთა მინდა, ყვითელი, ლიმონისფერი ყვითელი და ვნახოთ აბა ახალ წელს თუ მექნება. კარგი, კნოპა, რანაირი საჩუქარი გინდა ახალ წელს? ახლა ვიცი რაც გინდა უფრო სწორედ. დიანა, შენ თუ ამ ჩანთას მაჩუქებ ახალ წელს, მაშინ აი უეჭველი დავიჯერებ რომ ეს მართალია. კარგი, ჩვენ iPhone 13 გვინდა, რომ იცოდე დიანა ახალი წლისთვის ან შობისთვის. მაგარია გოგოებო, დარწმუნებული ვარ, რა გიხდებათ ეგ სურვილი. ბანი, დავღალეთ. თქვენთვის ახალი წესები გვაქვს. ხო, და აბა სცადეთ და არ გაყუეთ ამ წესებს. ბლონდი წაიკითხე. პირველი წესია, ბაყაყები შხაპს იღებენ 9 საათზე დილას. ბაყაყებო, შეიძლება ესე არ შემოვარდეთ ჩვენს ოთახში, შეგვეშინდა. ხო, და ასევე არ გვადარდებს როდის მიიღებთ შხაპს 9-ზე, 10-ზე თუ 12-ზე. ხო, ჩვენ გვადარდებს. თქვენ შხაპს მიიღებთ 10 საათზე, არ გვინდა რომ თქვენი თმა ამოვიღოთ. გაიგეთ, პირველი წესი, ჩვენ თქვენამდე ვბანაობთ. გოგოებო, მოდით კიდევ ერთი რაღაც დავწეროთ ჩვენს რუკაზე. ბაყაყები თავიანთ წესებს არ ადგენდნენ. მოიცა, რაზე საუბრობენ? არ აქვს მნიშვნელობა, მეორე წესი წაიკითხე. მეორე წესია ის, რომ ბაყაყები სახლს გაწმენდნენ მხოლოდ ორშაბათს და სამშაბათს. დანარჩენი დღეები თქვენია. ერთი წამით ეგ რა შუაშია, ყოველ დანარჩენი დღეები ისედაც ჩვენ წმენდით. ორშაბათს ჩვენ, სამშაბათს თქვენ, ოთხშაბათს ჩვენ, ასე შემდეგ. ბაყაყებო, რატომ გგონიათ რომ დამგემორჩილებით? მალე ნერვებს მოგუშლით და ჩვენ წესებს გავაკეთებთ. ეს წესები იმიტომ მოვიფიქრეთ, რომ კალათბურთელები დადიან თქვენთან, ფეხსაცმელებით. ხო, ამიტომაც არ გვინდა რომ გავწმინდოთ მათი ტალახიანი ფეხსაცმლის ნაკვალევი. ამიტომ მოვიფიქრეთ. აი თურმე მიზეზი. გინდათ გვასწავლოთ როგორ ვიცხოვროთ, თუ რა ხდება? ბაყაყებო, რა იყო შემდეგი წესი? ბლონდი, ბოლო წესი წაიკითხე, აღარ შეუკვეთოთ ომლეტი მწვანილი. ეს ჩვენი კერძია. ბაყაყებო, ეს უკვე ზედმეტია, სერიოზულად გვიკრძალავთ ომლეტის ჭამას მწვანილით? ჩვენს გვინდა კარგი საჭმლის მიღება. ხო, და გვიყვარს მწვანე რაღაცეები. ამიტომ ვერ აგვიკრძალავთ, ვერაფრით ვერ აგვიკრძალავთ. მართალია, რასაც გვინდა იმას შევჭამთ. ხო, მართალია, ყოველდღე შევუკვეთავთ. გესმით ბაყაყებო? მაშინ იცით რა ბანი, მეგობრები ვერასდროს ვიქნებით, იმიტომ რომ ზედმეტები მოგდით. ხო, და ჩვენ რაღაცეებს იმეორებთ. პლაგიატია. ჩვენ ვიმეორებთ ყველაფერს? ხო, ადვილად გვაბრალებენ ისინი, რომლებიც სინამდვილეში იმეორებენ ჩვენს რაღაცეებს. დარწმუნებული ვარ, ხვალ ასეთივე დაფა იქნება და სურვილების იმას გააკეთებენ. მოდით დავწეროთ სურვილი, რომ ჩვენ არ ვიმეორებდეთ არაფერს. ხო, ნასტია, ძალიან კარგი იდეა, წამო. ტიმურ, ამას თუ კიდევ ერთხელ იტყვი, მომიწევს რომ ძალიან მაგრად ჩაგარტყავ. მიდი, ტიმურ, მიდი. მომისმინე სმაილ, მიუხედავად იმისა, რომ შენზე პატარა ვარ, მე ბავშვი აღარ ვარ და არ გაგუფლება, რომ უბრალოდ დამარტყავ. სმაილ, ტიმურ, მიდით. მომისმინე ბავშვო საკმარისია, შემეშვი. არა, ჯერ პატიება მთხოვე. ტიმურ. ვაუ, ვეღარ გავიგე, გამარჯვებული რომელია? მე ტიმურისკენ ვარ, სმაილი არ მომწონს. მე ვფიქრობ, რომ პირიქითაა, სმაილი უფროსი ძმა და ტიმურს ცემს. ძალიან მაგიზიანებ. კარგი მეგობრებო, მორჩა საკმარისია. თქვენ ძმები ხართ და ერთმანეთთან ჩხუბი არ არის საჭირო. ფუმფულა, შენ არ ჩაერიო, ყველაფერს თვითონ მიხედავენ. ხო, ისინი ძმები არიან, იჩხუბებენ და მოაგვარებენ, არა უშავს. სმაილ, მიდი, ტიმურ, მიდი, სმაილ, მიდი. მოდი დავნიზლავდეთ ვინ მოიგებს. ჩემი აზრით ტიმური დაამარცხებს. არა, ტიმური, სმაილს შეხედე, რამდენი უპირატესობა აქვს. მიდი, სმაილ. ვახ, ეს ჩხუბი უკვე ძალიან სერიოზულია. მასკოთ შეაჩერე. მეგობრებო, მორჩით, მართლა საკმარისია. ფუმფულა, გაჩუმდი. სმაილ. კარგი, მასწავლებელმა იქს ვეტყვი. სმაილ. ბებია, შენთან ერთი თხოვნა მაქვს. შეგიძლია დედაჩემს დაურეკო და აუგუსტთან როგვეს დასრული ადამიანი ვარ. ყოველდღე მიერეკავს და მეკითხება ფაფა ვჭამე თუ არა. ჩემი თინეიჯერი მოსწავლეები უკვე ძალიან დამცინიან. უბრალოდ უთხარი რომ საჭირო აღარ არის. ხო, ბებო, კომპოტი უკვე დაულიე. რატომ ხარ შენ და დედაჩემი ასეთი ერთნაირები?
მასწავლებელო მაიკ. კარგი ბებო, უნდა წავიდე. ბაჭია შემოვიდა. არა ბებია, შენ რო ბაჭიები ყავს ეგეთი არა. კარგი მორჩა წავედი, კარგად. მასკოთ აქ რას აკეთებ? მასწავლებელო მაიკ, სმაილი და ტიმური ისევ კამათობენ, მაგრამ ახლა ჩვეულებრივი კამათი აღარ არის. უკვე ნამდვილი ჩხუბი გახდა და ვნერვიულობ, რომ რამე ცუდი მოხდება. მასკოთ, წადი და შენ თვითონ მოაგვარე. ყოველთვის ყველაფერზე მასწავლებელ მაიკთან რატომ მოდიხარ? მაცადე ბებია ჩემის კომპოტის დალევა. მასწავლებელ მაიკი, იმიტომ რომ თქვენ მასწავლებელი ხართ. აბა სხვასთან ვისთან უნდა მივიდე? მასკოთ, ხო იცი რომ პრობლემები მეც მაქვს. ბიჭები კიდე ყოველთვის ჩხუბობენ და რიგდებიან. ამ წამს დედა ჩემს უჩხუბა და ახლა ამისთვის არ მცალია. ამიტომ მორჩა, წადი. დედა, გამარჯობა. ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ? ხო, კი, შევჭამე შენი გაკეთებული პაპა და გემრიელი იყო. მადლობა მასწავლებელო მაიკ. აბა გოგოებო, როგორ ფიქრობთ, აქ რატომ შეგკრიბეთ? ალბათ იმიტომ, რომ რაღაცა უნდა დაგვარიგოთ. ალბათ რაღაც არასწორად გავაკეთეთ. ხო, ზალინა მართალია, რაღაც არასწორად გააკეთეთ. დღეს თქვენი ოთახები შევამოწმეთ და რა ხართ, გოგოები თუ ღორები? გოგოები, ჩვენ გოჭები ვართ. თქვენ სახელზე არ ამბობს. გუნდის სახელები არ უკითხავთ. მომისმინეთ გოგოებო, თქვენთან ჩხუბით უკვე დავიღალეთ და დარიგებით. ამიტომ ასეთი იდეა გვაქვს. ის გოგოები, ვისი ოთახიც ყველაზე სუფთა იქნება, მიიღებენ აი ამ გვირგვინს და მთელი კვირა პრინცესას დაგიძახებთ. ვაუ, ძალიან მაგარია. გოგოებო, უფრო ადრე რატომ არ შემოგთავაზეთ ასეთი იდეა? ინიციატივა იქნება, რომ ოთახი გავასუფთავოთ. კარინა, შენ გაასუფთავე და მე მტვერს გადავწმენთ. თუ მარტო მტვერს გადაწმენთ, აქ ერთი პრინცესა იქნება, მე. კარგი, აბა ვისით უნდა დავიწყოთ დასუფთავება? გოჭები, იმიტომ რომ ყველაზე ცუდი დაულაგებელი ოთახი აქვთ. კარგი, არ არის პრობლემა. ლორენ, შენი ნარჩენების ბრალია, აყროლ და უკვე, აღარ შემიძლია. გაჩვენდით, რომ ყველას ვეტყვი შენ ნარჩენებზე. კარგი, აი მიიღებთ ამ გვირგვინს, მაგრამ ჯერ კარგად უნდა დაალაგოთ თქვენი ოთახი. ბაჭიებო, რაღაც უნდა გითხრათ. ბაჭიებო, რაღაც უნდა გითხრათ. მასკოტ, რა უნდა იცოდეს ბანი? გოგოებო, გთხოვთ, ძალიან მეჩქარება. უბრალოდ რა? ეს უბრალოდ საიდუმლოა. ადმინისტრატორებისგან არანაირ საიდუმლოს უნდა მალავდე, მასკოტ. ხო, კარგი, უბრალოდ ბიჭები ლურჯ სახლში ძალიან ჩხუბობენ. ვინ ჩხუბობს? ტიმური და სმაილი, მათ ვერავინ ვერ აჩერებს. აჰა, კარგი, წადით თქვენს ბანისთან. ლეილა, ვუთხარით რომ არ ეჩხუბათ. ხო, იანა, ვუთხარით, ამიტომაც ახლა პოლიციას გამოვუძახებთ. ჩვენ თავისუფლები ვართ. თქვენ კიდევ აქ ხართ? უკვე ოთახებს უნდა ალაგებდეთ. მიდით, დიდი ხანია გავიდა დრო. მალე დაალაგეთ, თორემ ეს გვირგვინი სულ ჩემს თავზე იქნება და მე დამიძახებთ პრინცესას. გოგოებო, მზად არის ეს ჩვენი ბარათები, სად დავკიდოთ? გოგოებო, რამე იდეა არ გააქვთ? სად დავკიდოთ? მითხარით. რაღაც ძალიან კარგი ადგილი სჭირდება. აუ, აი 15 გვინდა. მე ჰერმესის ჩანთა მინდა, დიანა, იმედი მაქვს მაჩუქება რა. გოგოებო, მხოლოდ ოცნებებში არ უნდა იცხოვროთ. თქვენი მიზნებისთვის უნდა იმუშაოთ. გოგოებო, ლურჯ სახლში ძალიან დიდი ჩხუბია. სმაილი და ტიმური ჩხუბობენ. რა? ეს უცნაურია, არ დაგვიწერია ბარათში. მასწავლებელმა ის კიდე მათი შეჩერება არ უნდა. დედამისთან რაღაცას არ გვევს. მოკლედ, უნდა წამოხვიდეთ ლურჯ სახლში და ყველაფერი მოაგვაროთ. ვაუ, ამ ორმა ძმამ კიდევ რა ვერ გაიყო. დიანა, ალბათ ისევ შენ. აუ, გოგოებო, აუცილებელია რომ წავიდეთ და გავაშველოთ. გოგოებო, წავედით, უნდა შევაჩეროთ და ორივეს მაგრად ვეჩხუბები, სმალცას და ტიმურსაც. კარგი, წავედით, ნეტა ვინ გაიმარჯვებს? გოგოებო, უნდა ვიჩქაროთ. მოვდივართ, მასკოტ. წამოდით. ახლა ფოტო გადავუღოთ, რაც გააკეთეს და ჩვენც იგივე გავაკეთოთ ზუსტად. აბა ბავშვებო, შეგიძლიათ ამეხსნათ აქ რა მოხდა. პოლიციელო, აქ საერთოდ მინდა გირეკათ. აქ ყველაფერი ძალიან კარგად, ჩვეულებრივადაა. ხო, ასია მეგობრებო. ხო, ყველაფერი კარგადაა. მე მითხრეს რომ აქ ჩხუბი იყო. ხო იცით რომ ბანაკში ჩხუბი აკრძალულია? კი, ვიცით. ჩვენ არც გვიჩხუბია, ამან მაიჩხუბეს. რა? მოკლედ, უბრალოდ პატარა ჩხუბი მოგვივიდა, ისეთი არაფერი. ჩვენ ძმები ვართ, თან უკვე შევიგდით. უბრალოდ ეს თვალი მეტკინა. ხო, ყველაფერი კარგადაა, არავინ ჩარეულა, ერთ-ერთზე იყო. ისე პირველი ტიმურმა დაიწყო. გაჩუმდი რას აკეთებ, ახლა არაფერი არ თქვა. პირველ რიგში ეს პოლიციელი უნდა წავიდეს აქედან. მეგობრებო, აქ უბრალოდ არ მოსულარ, ვინმე უნდა დავაკავო. ჩხუბი რომელმა დაიწყეთ. ბიჭებო, არ იშხუბოთ! გამარჯობა პოლიციელო, გამარჯობა. გოგოებო, გამარჯობა. თქვენ ჩხუბის მომსწრეები ხართ? არა, ჩვენ უბრალოდ ჩვენი შეყვარებულების სანახავად მოვედით. ყველაფერი კარგადაა, რატომ არის პოლიციელი? მე ვარ ჩხუბის მომსწრე და ვიცი რომ ჩხუბი ტიმურმა დაიწყო. ტიმურ, ჩვენ ყველას მოგვენატრები. ტიმურ დაკავებული ხარ ჩხუბის დაწყებისთვის და ადამიანის დაზიანებისთვის. ძალიან კარგი, დააკავეთ. ამ სახლში ჩხუბი არ უნდა ხდებოდეს. პოლიციელო, სერიოზულად იძახით? კი, სერიოზულად, ხელები მომიცი.
ბავშვო, მე მართლა ძალიან მწუხარ. და ტიმურის სახლში როდის დაბრუნდება? როდესაც ვინმე მის გიროვოს გადაიხდის. და გიროვო რამდენია? 250,000. კარგად მეგობრებო. ტიმურ ვეღარ იჩხუბებ. ვა, ესე იგი ტიმური დიდხანს ვერ დაბრუნდება. თვალი ძალიან მტკივა, რამე ყინულიანი მჭირდება. სმაილ, აქ რა მოხდა? რა ხდება? ვაუ, ტიმური წაიყვანეს და სმაილ, შენ მხოლოდ შენს თვალზე ფიქრობ? დიანა, მტკივა. კიდევ ერთხელ გეკითხებით, რა მოხდა აქ? ჩხუბობდით? ჰა? დიანა, 2 წამის წინ აქ ჩხუბობდნენ. ხო, არ ვიცით პოლიცია ვინ გამოიძახა. ჩემი აზრით კარგია რომ დაიჭირეს. ახლა ამ სახლში მეტი ჩხუბი აღარ იქნება. და სმაილ, შენ თუ კიდევ ვიჩხუბებ, შენს დაგიჭერენ. მასკოტ, რა პრობლემა გააქვს? მაგარია, ახლა რა უნდა ვქნათ? საიდან უნდა ვიშოვოთ 250,000, რომ გამოვიყვანოთ ტიმური? მაგარია სმაილ, რა კარგი ძმა ხარ? მომისმინე დიანა, არ მესმის, მე გიყვარვარ თუ ისევ ტიმური. არა, უბრალოდ მისი დახმარება მინდა, რადგან ჩემი მეგობარია და ყოფილიც. დიანა, 250,000 სად უნდა ვიშოვოთ? რამხელა ფულია? წარმოიდგინეთ, რამდენ iPhone 13-ს ვიყიდით. დიანა, შენ გაქვს iPhone 13, შეგიძლია გაყიდო? გოგოებო, მე მზად ვარ რომ გავყიდო ჩემი iPhone 13, მაგრამ არ გვეყოფა. რამე უნდა მოვიფიქროთ, ტიმურს დახმარება სჭირდება. ვა, დიანა, როგორც ჩანს ტიმური ძალიან გენადრება. არა, მეც ვფიქრობ, რომ ტიმურს დახმარება ჭირდება. მოდით ყველამ გავითავისუფლოთ ჯიბეები. გასაგებია, ესე იგი ფული არავის არ აქვს. კარგი, მაშინ თქვენ მშობლებს უნდა დაურეკოთ. არა, ჩემ მშობლებს არ დაურეკოთ. და აბა ტიმურს მინდა ეხმარება. შეგვიძლია სისხლის დონორები გავხდეთ კატებისთვის. ვწუხარ, მაგრამ ჩვენი სისხლი კატებს არ ჭირდებათ. კარგი, მაშინ არ ვიცი ტიმურს როგორ უნდა დავეხმაროთ. ტიმური გათავისუფლდება, როცა თავის დანაშაულს მიხვდება. მასკოტ, ფულის გარეშე არ გამოუშვებენ. მეგობრებო, ვერ ხვდები, ხო ტიმური იყო დამნაშავე, ჩხუბი ხო მან დაიწყო. არა, სიმართლე რო ვთქვა, ჩხუბი ორივემ დაიწყეთ. ხო, და ამიტომ ახლა პორკილები შენც უნდა გედოს. კარგი მეგობრებო, გასაგებია. ესე იგი თვალი რო დაზიანებული მაქვს, ეგ არაფერი. მე არ გადარდებთ. გასაგებია სმაილ, შენ ტიმურის ძმა ხარ და საერთოდ არ გადარდებს ის. მოკლედ, ყველა წავიდეთ ვარდისფერ სახლში, უნდა ავაგროვოთ ფული, რომ ტიმური გამოუშვან, გასაგებია? დიანა, ესე იგი გინდა რომ ასე მოიქცე, ხო? სმაილ, ტიმური დაბრუნდება, მაგრამ შენ არასდროს არ გაბატიებს. ხო, მეორე თვალის სიტუაცია ბევრად უარესი იქნება. ბებია, გამარჯობა. ხო, დედაჩემს შეურიგდი. კი, უკვე ყველაფერი კარგადაა. ვახ, მასაობელ მაიკი კიდე დედამისთან და ბებია მისთან არ გვაქვს რაღაცებს. ნახავთ გოგოებო, ყველაფერი აგვისრულდება, რაც დავწერეთ იმ ფურცლებზე, ვიცი. და ბლონდი, შენ რა ისურვე? მე მინდა რომ ყველაზე პოპულარული იყო მსოფლიოში. მე ჰერმესის ჩანთა მინდა. ჩვენ iPhone 13 გვინდა. გოგოებო, გეტყვით რომ ეს არ გაამართლებს. ხო, თქვენს მიზეზს უნდა მიაღწიოთ და ესე კი უნდა დაწეროთ. მალე გაოცდებით, იმიტომ რომ ეს სრულები ასრულდება. კარგი, გოგოებო, აქ ამისთვის არ შემიკრები ხართ. რა გინდათ რომ მოვამზადო, რას შეჭამთ? კარბონარა, ძალიან ბევრი ყველით. ლორენ, ერთი დღე შეიძლება კარბონარას გარეშე ცუდად გავხდები ახლა. თუ ცუდად ხარ, არ შეჭამო. კარგი, მე შეიძლება სალთის ფოთოლი ვჭამო, რაღაც სუბუქი მინდა. კარგი გოგოებო, კიდევ რამე? გოგოებო, პრობლემა გვაქვს და როგორც ჩვენი ოჯახი, თქვენი დახმარება გვჭირდება, თან ძალიან. და თავდაჯერებულ ბანის რა დაემართა, მოკლედ, ბიჭები ჩხუბში მოყვნენ და ვიღაცამ პოლიცია გამოიძახა. ჩემზე თუ ვფიქრობთ, მე არ ყოფილვარ. მოკლედ, ტიმური დააკავეს. 250,000 გვჭირდება იმისთვის, რომ გამოვიყვანოთ. ღმერთო ჩემო, ტიმური დააკავეს? ვაიმე, ვინ გამოიძახა პოლიცია? წარმოდგენა არ მაქვს. კარგი, 250,000, მაგრამ ჩვენთან რატომ მოხვედით? გგონიათ რომ დაგეხმარებით, არა? გოგოებო, გთხოვთ, მართლა ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება და შემდეგ ყველაფერს დაგიბრუნებთ. ხო, უბრალოდ თუ არ გადავიხდით, ტიმური აქ აღარ დაბრუნდება. აღარასდროს. მთელი ფული კოსმეტიკაში დავხარჯე. ხო, მეც მასთან ერთად ვიყავი და დავხარჯე. მე დედაჩემს უნდა ვიყიდო ახალ წელს საჩუქარი, ბოდიში ბანი, მართლა აღარ მაქვს. კოსტიას აქვს ჩემი ფული. ჩვენ ტიმური არ გვადარდებს. ხო, არ უნდა ეჭხუბა. გოგოებო, 250,000 დიდი ფულია. აქ ამ სახლში მაგას ვერ ააგროვებთ. ხო, აქ ფული არავის აქვს. გოგოებო, რატომ იტყუებით? ვიცი რომ ფული გაქვთ, უბრალოდ არ გინდათ რომ დადოთ. დიანა, ხო გითხარი რომ დახმარებაზე თანახმა არავინ არ იქნებოდა. მე მაქვს ფული 50,000, ჩემი ხურდებია, შემიძლია გათხოვოთ. ვაუ, პიცა, როგორი გულუხვი ხარ, აღარ დაგიტოვებთ ხოლმე ხურდებს. ბლონდი, ისედაც არ უტოვებთ. ეგ ხომ არ ახსოვდა მას. კარგი, მადლობა პიცა, რა კეთილი ხარ. მე კიდევ მაქვს 100,000, მე მაქვს 40, კიდევ რამდენი გამოვიდა? 190. გოგოებო, კიდევ 60,000 გვჭირდება. მაია, ნასტია. არა, მანიკურზე ვართ. ბაყაყებო, არ გინდათ რომ ტიმურს დაეხმაროთ? არა, მართლა არ გვინდა.
ხო, ტიმური არ გვატარდებს. აი გოგო, მადლობა. კარგად დაგვეხმარე. იმედი მაქვს გავაგრძელებთ ჩემთვის ხურდის დატოვებას. ლეილა, ვინმე სვეტყვით რომ ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია? არა, იანა, ყველა შეგვიძულებს. კარგი ბაყაყებო, აბა სურვილების ბარათებზე გავაგრძელოთ. გოგოებო, უნდა მოვიფიქროთ კიდევ 60,000 როგორ ვიშოვოთ? ვინ გვათხოვებს? დიანა, არავინ. მხოლოდ ერთი ამბავი დარჩა. დედა ჩემის ბართით უნდა გადავიხადო. რა? ტიმურისთვის მზად ხარ ამის გასაკეთებლად? ის ჩვენი მეგობარია, ჩვენთან ერთად ცხოვრობს აქ. უბრალოდ ვერ ვიჯდები და ვერაფერს გავაკეთებ. დიანა, ჩემი აზრით არასწორად იქცევ. ტიმურმა დანაშაული ჩაიდინა, ჩხუბი დაიწყო და შენ არაფერ შუაში ხარ. ყველაფერი გადავიხადე. ტიმური იმედი მაქვს შეცდომებს აღარ დაუშვებს. იმედია. დიანა, სერიოზულად, ტიმურს ასე ეხმარები? შენ ჩემი შეყვარებული ხარ და ტიმურმა თვალში ჩამარტყა და იმის მაგივრად რომ ჩემზე ფიქრობდე, ტიმური გეცოდება. დიანა, ჩვენ სმაილის მხარეს ვართ. ყველაფერი ტიმურმა დაიწყო. კარგი, მაშინ მითხარით საერთოდ რატომ დაიწყო ეს ჩხუბი? ხო, მართლა ბიჭებო, ყოველთვის შარში რატომ ხართ? არა, მიზეზს არ ვიტყვი. არა, სმაილ, მიდი, სიმართლე უთხარი. დიანა, უნდა იცოდეს. სერიოზულად, მართლა გინდა რომ სიმართლე იცოდე? ხო, სმაილ, მინდა რომ ვიცოდე სიმართლე. ყველას გვინდა რომ ვიცოდეთ, რა მოხდა ლურჯ სახლში. დიანა, სმაილი უბრალოდ შენზე ეჭვიანობდა. უბრალოდ ტიმურმა თავის ოცნებების ბარათზე შენთან პაემანი ჩაწერა. ამით უბრალოდ ძალიან დავიხალე. როდემდე უნდა მიწევდეს შენ გამომბრძოლა. სმაილ, თქვენ ორი ძმები ხართ, უნდა მოგეგვარებინათ მშვიდობიანად. შენ უფროსი ძმა ხარ, უფრო ჭკვიანი უნდა იყო. არა, ყოველთვის ჭკვიანი ვერ ვიქნები. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემ ურთიერთობაში ერევია. კარგი დიანა, მოდი მართლა დავუწნარდეთ. მშობლებს უნდა დავურეკოთ და ტიმური უნდა გავათავისუფლოთ. ხო, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა დავეხმაროთ. გადავიხადე უკვე, მე გადავიხადე ტიმურისთვის. სმაილ, აქ დგახარ და შენი თვალი გიჭირავს. დარწმუნებული არც ვარ, რომ გტკივა. რა? ვა, მისი გირაო გადაიხადე? ოჩახ დიანა, მაგარია. საინტერესოა კიდე ტიმურის გამო რას გავაკეთებ. სმაილ, შენ რომ დაგმართნო და ზუსტად იგივეს გავაკეთებდი. გოგოებო, კარგი ამბავი მაქვს. ტიმური უკვე გაათავისუფლეს და ახლა სახლში ბრუნდება. მართლა? იეი! აჰა, გავუხარდათ. წავიდეთ, ამ სიხარულის ყურება აღარ მინდა. ეს რა კარგია! იცით ბიჭებო, ვაიმე ბიჭები აღარ არიან. შოკში ვარ. ანუ მართლა არ მეგონა თუ ასე ეწყინებოდა ეს ამბავი. კარგი, არ ვიცი, მიხარია რომ ტიმური გამოუშვეს. დალაიქეთ ეს ვიდეო და კომენტარეთ, გამოიწერთ არხი და აჭერეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ. კარგად! ტიმური მოდის!